ადამიანი, რომელმაც სამყარო შეცვალა, ასე უწოდებენ ცნობილ შვედ გმირს რაულ ვალენბერგს, რომელიც თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ებრაელების გადარჩენისათვის იბრძოდა. მის 100 წლის იუბილეს თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები მიეძღვნება. ამასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა 18 და 19 აპრილს. რაულ ვალენბერგის მოღვაწეობის სამსახური ფოტოგამოფენა გაიმართება, ასევე შვედური მხატვრული ფილმის საღამომშვიდობისა მისტერ ვალენბერგის ჩვენება შედგება. რაულ ვალენბერგი იყო ადამიანი, რომლის სხვა წლიც ფასდაუდებელია. ის აღიარებული იყო საპატიო მოქალაქედ არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. რაულ ვალენბერგმა იხსნა ათასობით ადამიანის სიკვდილისგან და ეს არის არა მარტო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე, არამედ ეს არის დღე, როცა ჩვენ ვცდილობთ ხალხს გავაცნოთ რაულ ვალენბერგის 9 წლი და გავხადოთ მისი ცხოვრება მაგალითად მომავალი თაობისთვის. რაულ ვალენბერგი შესანიშნავი ადამიანი იყო. წელს მისი დაბადებიდან 100 წელიწადი სრულდება, თუმცა მისი ჰუმანიტარული მიღწევები კვლავაც ცოცხლობს და თითოეულ ჩვენგანს რასიზმთან ბრძოლის პასუხისგებლობას, უშიშრობასა და გამბედაობის აუცილებლობას გვანახებს. მსოფლიომ ნახა, რომ ერთ ადამიანს სამყაროს შეცვლა შეუძლია. ჯორჯიან მოთერენ თვაუერი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას